მოგესალმებით. დღეს მინდა დაგპატიჟოთ ერთ, ასე თქვათ, ძალიან უცნაურ და ამავდროულად სახალისო ტურზე, ქართულ ლიტერატურაში. ჩვენ ერთად ვესტუმრებით თავად თათქარიძის მამულს, სადაც აი თითოეული დანგრეული კედელი და ყველა მივიწყებული კუთხე სინამდვილეში სატირის ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუშია. იცით, ყველაფერი სწორედ ამ ერთი თითქოს და ძალიან დიდებული წინადადებით იწყება. მაგრამ მოემზადეთ, იმიტომ რომ ავტორი ამ პრიალა ლამას ფასეთს პირდაპირ ჩვენ თვალწინ აგურ-აგურ დაუნდობელი იუმორით დაშლის. მაშასე, დავიწყოთ. როგორც ნებისმიერი კარგი ტური, ჩვენიც, რა თქმა უნდა, გარედან იწყება. და იცით, სწორედ აქ ხვდებით პირველ აშკარა ნიშნებს, რომ ამ ვითომ საქებარ მამულში რაღაც ძალიან არასწორადაა. აბა, პირველი რასაც ვხედავთ, ეს ამ ვითომ დიდებული მამულის ჭიშკარია. მოდით დაუფიქრდეთ, როგორი წარმოგიდგენიათ თავადის სახლის შესასვლელი. ალბათ რაღაც გრანდიოზული, ხომ? კარგით, მოდით ვნახოთ სინამდვილეში რა გვხდება. ხედავთ? ავტორი ჭიშკარს თითქმის ადამიანურ თვისებებს ანიჭებს. თითქოს ის ცოცხალი არსებაა, რომელიც გაქცევას ლამობს ამ ადგილიდან. აი ეს დეტალი თავიდანვე ქმნის კომიკური უყურადღებობისა და სრული მიგდებულობის განწყობას. ჭიშკრის შემდეგ ჩვენი ტური გრძელდება და მთხრობლის ყურადღებას იპყრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნაგებობა, სიმინდის შესანახი, ანუ როგორც ავტორი მას ირონიულად უწოდებს, სიმინდის სასახლე, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა თავისებურია. აქაც ზუსტად იგივე ხერხს ხედავთ, ხო? ნაგებობა წარმოდგენილია როგორც ცალთვალა, საცოდავი არსება. ეს აღწერა მგრევისა და დაკნინების სურათს კიდევ უფრო ცოცხალს და სიმართლე გითხრათ, უფრო მძაფრს აწყდის. ჩვენი ტურის შემდეგი გაჩერება ცხოველების სადგომია. დაფიქრდით, თუ ჭიშკარი და სასიმინდე ასეთ მდგომარეობაშია, წარმოგიდგინიათ რა დაგხვდება აქ? ვნახოთ, რას გვეუბნება ავტორი ამ შენობაზე. უბრალოდ წარმოიდგინეთ, შენობა იმდენად უაზროდ არის აგებული, რომ ავტორი მას ფრთამოტეხილ ბათს ატარებს. ეს შედარება მართალია სასაცილოა, მაგრამ ამავდროულად გამანადგურებლად ზუსტია. ის გვიჩვენებს რაღაცას, რაც თავისი არსით ფუნდამენტურად დაზიანებულია. და აი ზუსტად მას შემდეგ, რაც მთელ ამ დანგრეულ მიგდებულ და უაზრო სანახაობას დავათვალიერებთ, მთხრობელი ერთ ძალიან ბასრ და ყველაფრის მომცველ დასკვნას აკეთებს, რომელიც პირდაპირ საკუთარი კულტურისკენ არის მიმართული. კარგი, ახლა მოდით ამ დანგრეულ ღობეს მიღმა შევიხედოთ და თვითონ ეზოში შევაბიჯოთ. ეს ის ადგილია, სადაც ქაოსი და არ გაგიკვირდეთ, ფილოსოფიაც კი ერთმანეთს ხვდება. ავტორი აქ მართლაც დაუვიწყარ დეტალებს გვთავაზობს. და აი აქ ავტორი უბრალო აღწერიდან უკვე მწვავე სოციალურ კრიტიკაზე გადადის. ის ეზოს სიბინძურეს პირდაპირ ადარებს კორუმპირებული მოხელის გულს. ეს ხომ სატირული კომენტარის ბრწყინვალე ნიმუშია რა? მაგრამ მოიცადეთ, ამ ეზოს თავისი ბინადრებით ხავს. მთხრობელი ყურადღებას უზარმაზარ სანეხვეგროვაზე ამახვილებს და რა თქმა უნდა, მის ბინადრებზეც, რაც ნაწარმოების ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და მწარე სატირულ პასაჟამდე მიგვიყვანს. ესე იგი, ავტორი ღორების ამ, ასე ვთქვათ, რომანს იყენებს როგორც სარკეს. და ამ სარკეში ის აკრიტიკებს ყველაფერს, შეგვარებულობის რიტუალებს, ზოგადად სიყვარულის გაგებას და მეტიც კულტურულ სტერეოტიპებსაც კი. კარგი, მოდით ახლა ეზო დავტოვოთ და გაბედულად შევიდეთ სახლში. მაგრამ ფრთხილად, მთხრობელი გვაფრთხილებს, რომ უკიდურესად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ანუ, სახლში შესვლაც კი საშიში თავგადასავალია. ოთახში უბრალოდ გავლა სიცოცხლისთვის საშიშ გამოწვევად იქცევა. ეს მთელ სცენას მაღალი რისკის შავ კომედიად აქცევს. მას შემდეგ, რაც იატაკის ეს სახიფათო მონაკვეთი უსაფრთხოდ გადავლახეთ, როგორც იქნა ოთახში ვართ. და აქ ახალი პარადოქსი გველის. ოთახი წარმოიდგინეთ, გასაკვირად ბნელია, მიუხედავად იმისა, რომ ორი დიდი ფანჯრა აქვს. როგორ შეიძლება ეს? აი ეს ფანჯრები, ხომ ხვდებით, მთელი მამულის იდეალური სიმბოლოა. იაფი, სრულიად დისფუნქციური გადაწყვეტა, რომელიც რაღაცნაირად მოხერხობულობად არის შერაცხული, შედეგი მხოლოდ და მხოლოდ სიბნელეა. და აი ასე აღწერს მთხრობელი გაჭვარტულ სევდიან ბუხარს, სახლის ოდესღაც თბილ გულს, რომელიც ახლა დაცემის კიდევ ერთ სიმბოლოდ ქცეულა, მეტი არაფერი. და ჩვენი ტურის ბოლო შტრიხები, ეს არის ოთახში მიმოფანტული ნივთები, რაც სინამდვილეში უსარგებლო, ბინძური და დამტვრეული საგნების კოლექციაა. და აი ჩვენი ტურიც დასრულდა. ჩვენ ვნახეთ დანგრეული ჭიშკარი, ქაოტური ეზო და სახიფათო ბნელი ოთახები. მაშ, რას გვეუბნება ეს ყველაფერი? რა დგას ამ დეტალური აღწერის უკან? რა არის მთავარი აზრი?
მთელი ეს აღწერა სინამდვილეში სატირის ოსტატობის ნამდვილი გაკვეთილია. ხომ ხვდებით, ავტორი უბრალოდ სახს კი არ აღწერს, არამედ მთლიანად აზროვნების წესშლის ნაწილებად. ანუ სახლის ფიზიკური ნგრევა მისი მფლობელისა და ზოგადად მისი კლასის მორალური და სოციალური დაცემის პირდაპირი სარკეა. ყოველი გატეხილი ღობე, ყოველი დაკარგული აგური, ეს ყველაფერი უყურადღებობის, სიზარმაციისა და სიცოცხლის უნარიანობის დაკარგვის სიმბოლოა. დეიცით, სწორედ ამაშია ამ ნაწარმოების მარადიული ძალა. ის გვიტოვებს ერთ ძალიან პროვოკაციულ კითხვას, რომელიც დღესაც ისევე აქტუალურია როგორც მაშინ. ხვდებით თუ არა დღეს თათქარიძეებს ჩვენს გარშემო? ამაზე დაფიქრება ღირს.